გამოსვდების როგორ ახართ მეგობრებო მოვედინა რა ცოტა გვიან იმიტომ რომ გვიან გავიქცე ვერ გავიღვიძე ადრე ეძინებოდა გამეღვიძა მაგრამ გადავტრიალდი და გავაგრძელე წილი ის ეხლა ავტექი და არა ცოტა ნახევარი საათის წინ ავტექი და როგორც ყოველთვის ვიდგეგასთ ჩაი მინდა დავლიო მეგობრებო კბილი არ მიყვარს ძალიან კარაქი გამოვიღე რადგან ეს უმარილოა და დაუმარილო მინდა ნახევარზე მეტი და ცოტა უმარილოს შევინახავ ბრინჯი გავრეცხო ფილავი გავაკეთო ეს კარაქის კონტეინერია თასი რა ქვია აქეთ ვწვავ კარაქს ჩაისაც ვიდუღებ და ასე რომ ამ საქმეებში ვარ ვიგავიეცხო მანამდე კარაქი არ დავწვა ჩაიც ამიდუღდა ყავის მადუღარათი ვადუღებ რატო იმიტომ რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა მაქვს ჩართული და მადუღარას ვეღარ ჩავთ მაგიტო ხელი მტკივა კიდე მაგრამ ისე ძალიან აღარ რომ დავისვენე ამე ისე აღარ ჭიქალა ნახევარი ბრინჯით ვაკეთებ და სამწუხაროდ წყალჩავას ხამეხა ამას სპეციალური გადამისთვის არ ვიღებ მეგობრებო ისე ვიღებ ვერჯერ ვხრი და ვერჯერაც დავშვენებ მიგერო უბრალოდ ისე რადგან გავარ აქ გუში რომ ვამბობდი ჭხილებს შევწირავ მეთქი აი ჩემი ჭხილი აღარ არის ხო და დღეს აუცილებლად მივიდე და გავიკეთო თორემ ასე ვერ ვიქნები თან მიშლის კი ნახავ ხორციანა დამეგლიჯა უცებ ჩაი დავლე და მოვედი რომ მე წამლის დალევას ანუ 10 საკლია 10 წუთი მოვასწარი რომ მე წამალი დავლე ცხელა მეგობრებო დღესაც მაგრამ ღრუბელი ეს სამი დღეა კარგად სიცხე იგრძნობა დავჯექი ახლა მეგობრებო რაღაც ერთი თემას კი არ უნდა შევეხო აი რაღაც უნდა გითხრათ დილით რომ გამეღვიძა ხა იმედია დავიმახსოვრებ დილით რომ გამეღვიძა უცებ Facebook-ზე შევედი წესად მაქვს შემოუვიქროლებ უცებ და მე ვდგები და ვაგრძელებ თქვა საქმეს და რაღაც და ეხლა რა უნდა გითხრათ
მომყვა ასეთი თან სტატია და ვინ წერს თორნიკე სოხუმელი. აი ორჯერ სამჯერ გადავიკითხე ამ ბიჭის სახელგვარი და ეხლაც რომ ვიდეო მინდოდა ჩამეწერა ვერაფრით ვერ გავიხსენე და ვერ გავიხსენე კიდევ კარგი ჩემთან ჩავაგდე ეს რომ მენახა და არ დავიწყებოდა და ორჯერ გადავამოწმე ეხლა რომ ძლივს დავიმახსოვრე არც ნელია და არც არაფერი მაგრამ არ ვიცი იმ კითხვის დროს ეთყობა მეც რაღაც მომივიდა თორნიკე სოხუმელი აქვს ახალი დადებული სტატია დედამიწა როგორც ციხე ნუ რაღაც ამდაგვარი სათაური თუ დაგაინტერესებთ ნახეთ იქნება და ნახეთ კიდეც რა ვიცი მე რატომღაც მაინც დამაინტერესა და ნახე წავიკითხე მისი სტატიაც და წავიკითხე ქვევით კომენტარები ნახეთ მეგობრებო უბრალოდ ინტერესის გულისთვის ნახეთ რას წერენ რას წერს თვითონ და რას წერს კომენტარებში ხალხი უცხო პლანეტელებზე ჭინკებზე რა ვიცი ნახეთ თუ ინტერესი გაგიჩნდებათ და თუ ეს ზღაპრად და სისულელეთ არ მომიჩვენებათ ნახეთ მე ნახე და რას გეუბნები რაღაც ისე გიქნა რომ ბიჭის სახელი და გვარი ვერ დავიმახსოვრე მე წავიკითხე ჯერა თუ არ ჯერა კიდე არ ვიცი თქვენც ნახეთ და თქვენ თავში დარწმუნდით რა სიმართლე და რა არა ჭინკებზე რომ ბებია ჩემიც მიყვებოდა იქაც როგორც ამბობენ სხვები ბებია ჩემიც რომ მიყვებოდა და რომ არსებობსო ამბობდა და ჩემ მეზობელსაც აქვს ერთხელ მოყოლილი ის ხალი ხა ცოცხალი აღარ არის წაბლისაკრიფად ვიყავი დღეშიო და დავინახე ჩემი თვალით რომ ჭინკაო შიშველი ბანჯგვლიანი კაცი იყო დაბალიო და ეს ზღაპრებში ხომ არის და რაღაც გენში ხომ არის ნათქვამი ცისკარა თუ რა ქვია იმში რომ არის კიდე ნუ აღარ მახსოვს ახლა და რომ რაღაცა ფემშიცა ხო და ეს მეზობელი მიყვებოდა რა ყვებოდა რომ ჩემი თვალით მყავს ნანახიო მე ზღაპარი მგონია მეგობრებო მე ჩემი თვალით არ მყავს ნანახი და სხვის სიმართლეს რატომ არ უნდა ვიჯერებდე მაგრამ ასეთ რამეს სანამ შენი თვალით არ დაინახავ ვერ აღვიქვამ რომ ეს არის რეალობა ნახეთ მეგობრებო წაიკითხეთ და თქვენი აზრი გექნებათ ამ საკითხზე მე ჩემი აზრი ასეთია რომ ძველი ხალხი ყვებოდა ამ საკითხზე და რატომ საიდან მართლა არსებობდნენ თუ მოგონილი ამბავი იყო ან რატომ ამბობდნენ მართლა დავინახეთო არ ვიცი ბებია ჩემს აქვს გეუბნებით და მეზობელსაც აქვს მოყოლილი ხო და არ ვიცი იქ ნახეთ აი რაღაცები ბევრი რამე წერია თორნიკე სოხუმელი ეს რადგან მომყვა მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვისაც გამეზიარებია რა ვიცი იქნება თქვენ უკვე ნანახიც გაქვთ ყველას თავისი აზრი გააჩნია ნებისმიერ საკითხზე ყველას თავისი და მეც ჩემი აზრი მაქვს მაგრამ რას ვამბობ ახლა ვერც ვიჯერებ და ვერც უარყოფ ხო და რეალობა რა არის და სინამდვილე რა არის კიდევ ეგ არ ვიცი ასე სიზმარსაც არ აღიარებენ მაგრამ სიზმარი რომ არსებობს და მაგალითად ბევრჯერ მაქვს სიზმარი ნანახი ისე რომ ერთ-ერთში კი არ ხდება მაგრამ მინიშნება არის და
მინიშნება არის ეს და ის სიზმარი როგორც ახსნი ისე ხდება და ბებია ჩემი სიზმარს ხსნი და ისე როგორც რა ვიცი მართლა მომავალში ის აუცილებლად ისე იქნებოდა როგორც ახსნი და ჩემი ძმის ცოლი მაგალითად ისეთი მესიზმრია რომ თქვა ის რომ სიზმარს ნახავს უებარია იქ რამე არ მოხდეს არ აღიარებენ ხო? მუსლიმანებში აღიარებენ, მაგრამ ქრისტიანებში არ აღიარებენ. მე ასე ვიცი, შეიძლება ვცდები. არ ვიცით მეგობრებო, დედამიწა ჯერ დედამიწაც არ არის ბოლომდე ამოცნობილი და შესწავლილი და ჩვენს იქით კიდე რა ხდება ღმერთმა უწყის. საიდან მოიგონეს ეს თავიდან ეს უცხო პლანეტელები, ეს ხომალდი, საიდან წამოვიდა ეს იდეა, საიდან წამოვიდა, ან მართლა ვინ დაინახა, ან რა მოხდა, ხომ რაღაც ხომ არსებობს მაინც. ეხლა ისე არ გამომივიდეს, რომ მეც ვერთდები ვთქვათ იმ ხალხს, არა დაჯინებით, რას ქვია არ არსებობს, უცხო პლანეტელები არსებობენ. მე ვამბობ, არ ვიცი, შეიძლება არსებობენ, შეიძლებაც არ არსებობენ, მაგრამ მე არ დამინახავს და სანამ ჩემი თვალით არ დავინახავ 100%-ით ვერ დავჯერდე. ანუ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ხო. ძალიან ბევრი რამე არის მეგობრებო, ძალიან ბევრი რამე ღმათ თუ ჩავწდებით და ღმათ თუ დავფიქრდებით. ძალიან ბევრი რამე არის პასუხისმგებელი. ერთხელ რა დამაინტერესა მაგალითად და ChatGPT-ს ვკითხე. მეთქი ღმერთმა ხომ შექმნა ადამი და ევა მეთქი. იმის მერე ვინ შექმნა, რატომ არ არის ცნობილი მეთქი. ვინ შექმნა იმის მერე და როგორ გამრავდა ერი, საიდან გაჩნდნენ მერე, კი, იმათ ორი შვილი გააჩინეს. მაგრამ იმ ორ შვილმა საიდან გააჩინა მერე დანარჩენი? საიდან? ადამი და ევა ხო ვაშლი ჭამა და აცდუნეს ვაშლი ჭამა და მოხდა რაც მოხდა და გაჩნდა ორი შვილი ხო იმის მერე, მაგრამ მერე რა მოხდა? მერე და ChatGPT-ს ვკითხე, საიდან გამრავდა ერი მეთქი და იქ ხომ სისხლის აღრევა არ მოხდებოდა და სად იყო შემდეგი ქალი, კაცი, რომ განათესაობა ერთიანობა არ იყო და საიდან გაჩნდა. და ChatGPT-მა დამისვაკი არა, მიპასუხა, რომ ეგო არისო საკითხი, რომელიც ძალიან ბევრს აინტერესებს და ძალიან ბევრი კითხვები ისმისო, ჯერ ეს მეცნიერებასო არ დაუდგენიაო და ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. ანუ დადგენილი პასუხი არ არსებობს და მეცნიერება იკვლევსო. ChatGPT მეს მითხრა, მაგრამ მე არ ვიცი ახლა სწორი რეალობა. მე არც წამიკითხავს თქვათ და არც გავყოლილ ვარ, უბრალოდ რაღაც დამაინტერესდა და ვკითხე ChatGPT-ს და მე არ ვიცი ბიბლიაშიც რა ხდება, ვთქვათ, იმის შემდეგ რა წერია იქ, რომ როგორ გამრავდა ერი. მე იმაშიც რომ დავწერე, დავგოგლე. იქაც ვერ მივიღე ის პასუხი. ხო და არ ვიცი. საერთოდ ძალიან ბევრი კითხვები არის პასუხგაუცემელი. და გავასწორო ეკრანი და მე დავგუგლე, კიდევ ნახე და ერთ მამაოს სახელი აღარ მახსოვს, კითხვას უსვამენ, როგორ გამრავდა ერი ადამს და ევას შემდეგ და ადამს და ევას შემდეგო ხომ გააჩინესო სამი შვილი, იმის გარდა კიდევ ყავდაო გოგო და ბიჭი, შვილი.
და იქედანო გაჩდაო შვილებიო გამრავლესოერიო და მთელი კაცობრიობა ანუ გამრავლდა და გამრავლდა. მერეო გადავიდაო ბიძაშვილებზეო და ებრაული წესებით. მერეო აიკრძალაო და-ძმას შორისო და მერე წავიდაო ბიძაშვილებს შორის გამრავლება. მერეო იესო ქრისტე რომ მოვიდაო, მერეო ეს ასეთიო გენიო აიკრძალაო და მერეო ანუ მერე და მაინც ხომ მოდის და-ძმიდან მეგობრებო. და-ძმიდან მოდის ერის გამრავლება. ეხლა რას ვამბობ? ესე იგი, როგორ არის? ღმერთმა შექმნა ხო ადამი და ევა. მე არაფერს არ ვამბობ ღმერთის მწამს და ღმერთის სიყვარულით ვარსებობ. მაგრამაც არ უნდა ვთქვა. ადამი და ევა გააჩინა ღმერთმა. გააჩენინა შვილები. და-ძმისგან გაჩნდა მერე კაცობრიობა. და ეს მერე იესო ქრისტეს შემდეგ ეს აიკრძალა ბიძაშვილებს შორისაც, აიკრძალა თქვათ და-ძმის შორისაც და ეხლა დაღმერთოც დაგვიფარე, ეს არის დიდი ცოდვა და დანაშაული. ხომ ცოდვა და ხომ დანაშაულია და ხომ საშინელებაა ჩვენთვის წარმოუდგენელი რამეა. ხო და აი მუსლიმანებში მაგალითად ეხლანდელ თანამედროვე მუსლიმანებს არ ვამბობ. ძალიან წინ საუკუნის მუსლიმანებში იყო დეიდაშვილებთან თუ ბიძაშვილებთან ზუსტად არ მახსოვს. ზუსტად ვერ გეტყვით. იყო ეგეც დასაშველი. დედის მხრიდან იყო თუ მამის მხრიდან ზუსტად არ მახსოვს. ეგეც იყო დასაშველი და ეგეც მოდიოდა იქიდან, ხო? ხო და ესე იგი ღმერთმა შექმნა ადამიანები, მაგრამ კანონები შექმნა ადამიანებმა. აკრძალვები შექმნა ადამიანებმა. ხო და გამოდის რა? ცოდვილები ქრისტემ რაღაც რომ აკრძალა, იმის მერე ჩაითვალა რომ ეს არის ცოდვა და მანამდე არ იყო ცოდვა ებრაული წესით. მერე გახდა ცოდვა. და ადამიანებს შთაებეჭდათ ეს რომ ეს არის ცოდვა, ეს არის დაუშვებელი, ეს არის სისხლის აღრივა, ეს არის სასტიკად აკრძალული რამე. აი ასე მოვდივართ მეგობრებო, ასე მოვდივართ. რატომ ვამაყობ? ცოდვა რა თქმა უნდა, ისედაც ცოდვა და ასედაც ცოდვა არის. კანონიც რომ არ არსებობდეს ცოდვა არის. უბრალოდ გააზრებად ცოდვა არის. უბრალოდ ამას გაელვება ტვინშიც ცოდვა არის. გინდ ბიძაშვილი, გინდ და-ძმა, გინდ რა ვიცი, ძალიან საშინელება ცოდვა არის. და ჩვენ ცხოვრობთ კანონებით და წესებით, მაგრამ ადათ წესებით, ებრაელების ადათ წესებით, ეს დასაშვები იყო. ერის გამრავლებამდე დასაშვები იყო და მერე აიკრძალა და-ძმას შორის და ბიძაშვილობას შორის დაუშურეს, რომ ერი ასე გამრავლებულიყო. და ერთი კითხვა მაქვს. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ. რატომ მაინც და მაინც ეს ხო მართლა საშინელება და მართლა ცოდვა იყო და რატომ ადამისგან და ევასგან გაჩნდა შვილები და მერე მოხდა ასეთი აღრევა და რომ გაჩენილიყო კიდევ სხვა ადამიანები და გამრავლებულიყო ისე ტალახისგან, ხომ იქნებოდა შესაძლებელი? კაცი ქალი და ეს იქნებოდა ისტორიაში ასე, რომ კაცისგან და ქალისგან გამრავდა ერი. სხვა კაცი და ქალი და გამრავლებულიყო ერი. რატომ არის ეს ბიბლიაში ასე, რომ და-ძმის შორისგან გამრავდა კაცობრიობა ებრაელების წესით. და ის დღეს ქრისტეს შემდეგ ეს ითვლება ცოდვად კი არა, წარმოუდგენელი რამეც არის, მაგრამ უბრალოდ ბიბლიაც ხომ ადამიანმა შექმნა.
ბიბლია ხომ სხვას არ დაუწერია. ბიბლიაც ხომ ადამიანმა დაწერა. ხო და ჩაეწერა იმ ბიბლიაში თქვათ რომ კიდევ შექმნა ღმერთმა სხვა ტალახისგან კაცი სხვა ქალი და ასე გამრავდა ერი. ხო და რაღაცეები ძალიან რთული ამოსახსნელია, ძალიან ჩემთვის რთული ამოსახსნელია. მე ბიბლია არ მაქვს წაკითხული, მე თქვათ კითაბი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ შევდივარ კი რაღაც კითხვებზე, შევდივარ და ვღებულობ პასუხებს ასეც. ხო და ეს კანონებიც ყველაფერი აბსოლუტურად ადამიანის შექმნილია და ეხლა ეს რატომ თქვი ის ჭინკა რატომ ვერ იარსებებს თქვათ? რატომ ვერ იარსებებს ხომალდი, რატომ ვერ იარსებებს და ვინ იცის სამყაროში სად რა ხდება და რა არის მთელ სამყაროში ცაზე მარტო დედამიწაზე ხომ არა ეს მიდის კვლევა, მაგრამ დღემდე ვერავინ ვერ დაადგინა ვერაფერი და ამას რამდენი საუკუნეებს ითვლის ეს გამოკვლევები, ხო? ხო და არავინ არ იცის სიმართლე და სინამდვილე რომ ვთქვათ. მე ასე მგონია, არავინ არ იცის. ადამი და ევა თუ შექმნა, ხომ არ გაუჭირდებოდა შეექმნა სხვა კაცი ქალი და ეს დღემდე ასე წამოსული იყო ჩვენთან და ვცოდნოდა ეს ისტორია, რომ ასე გამრავდა ერი და არა ისე რომ არ ვიცი. მე არა ჩემ აზრს ვაფიქსირებ მეგობრებო, არც არაფერს ვეხები, არც ბიბლიას, არც წმინდა წიგნებს, არც არაფერს არ ვეხები. ჩემს ვაფიქსირებ ეხლა ის რომ წავიკითხე იმ ბიჭის სტატია, მაშინ გამახსენდა ეს ჩემი კითხვა რომ ChatGPT-ს მივწერე და აი აქედან ყვები ამას ყველაფერს. ეხლა ისე რაღაც გამახსენდა და მინდოდა თქვენამდეც მომეტანა. არც უფრო ხალხი ჩახედულია ამ საქმეში და იცი ამ ყველაფერი, მაგრამ მღვდელი მამაო ყვება ზუსტად ამას, რაც მე გითხარით ეხლა. მაშინ იყო დასაშვები და მე იყო აკრძალული. ხო და რატომ იყო ეს დასაშვები? რატომ? ერის გამრავლებას რა 10 კაცი და 10 ქალი რომ შეექმნა, გამრავდებოდა ერი თავისთავად. და არ ყოფილიყო ეს და-ძმას შორის, რატომ იყო ეს დასაშვები? ანუ არ იყო ტვინის განვითარება ალბათ იქამდე რომ ეს სირცხვილი იყო და შეჩველი რომ დადიოდა და მე ლეღვის თოლი აიფარა, ეს სირცხვილი თუ იყო ვერ ხდებოდნენ და იმიტომ პირდაპირ სირცხვილიც ხომ შეეძლო ქონოდა ადამიანს, პირდაპირ სირცხვილი შეძნება. არ ვიცი მეგობრებო, ღმერთის წამს, ღმერთის სიყვარულით დავდივარ, ღმერთის მით დავდივარ რომ ყველა წუთში და ღმერთო ჩემოს ვამბობ, მაგრამ რაღაც კითხვები არის ჩემთვის პასუხგაუცემელია. შეიძლება ძალიან ცუდ რამეს ვამბობ ეხლა და შეიძლება თქვათ რომ არაფერში არ ხარ მართალი. მითხრათ შეიძლება და თქვენაც მითხარით. ყველაფერი არსებობდა და ყველაფერი შეიძლება არსებობს დღესაც და არავინ არ იცის რა ხდება ჩვენს იქით. არავინ არ იცის. ასე რომ მეგობრებო, არ ვიცი, შეიძლება რაღაც ანსისულილებს ვამბობ, მაგრამ თუ დავფიქრდებით ასეა და რაღაც უაზრო აზრები მაწუხებს ზოგჯერ. უაზრო აზრები. ხო და ჩემი ფილარიც გაკეთდა ამასობაში. მაშინ იყო ესე იგი ეს დასაშვები ისე იმის გამო რომ ერი გამრავლებულიყო და ეხლა ღმერთმა ყველა დაიფაროს ასეთი სიბინძურისგან, მაგრამ შეიძლება ამისთვის დღეს კაცმა კაცი მოკლას. ხო და ყველაფერს აკეთებს მერე შექმნილი კანონები და ამ კანონებზე დამორჩილება, იმიტომ რომ არ მოხდეს მერე ცუდი საქციელები.
თორემ ყველაფერი მოდიოდა თავიდან და კანონი რა იყო არავინ არ იცოდა საერთოდ სანამ ქრისტემ არ აკრძალა რომ ეს ასე არ მომხდარიყო არ ვიცით ძალიან ბევრი რამეა ბიბლიაში რომელიც იქაც ჩდება კითხვები ჩემი განსახილველი თემა ეს ნამდვილად არ არის მეგობრებო და მე უბრალოდ ჩემი აზრი თქვი და ჩემი აზრი მაქვს ნებისმიერ თემაზე ჩემი აზრი გამაჩნია ყველგან ყველაფერზე საჭმელი გაკეთდა, ავდგე ახლა სადაც აგიგაც გაიღვიძებს. ამინდით დღეს ღრუბლიანია, მაგრამ ცოტა სიცხე არის. ცოტა გერე არის სიცხე. დღეს ღმერთით მოვახერხებ და გადავალ ჩემს მიშვილთან ჩხილებზე იზასთან, ეს არის ინგას და ვიზეც ვლაპარაკობდი ეს დღეები იმასთან. და მე თუ მოვახერხე იქედან ინგასაც შეუვლი. ნახოთ მე კი მინდა, მაგრამ როგორ წავა დღის განრიგი ნახოთ, თუ მოვახერხე ყველგან წაგიყვათ. იზასთან თუ მივედი აუცილებლად გაჩვენებთ იქა. პატარ-პატარა რაღაცებს. კარგით მეგობრებო, წავედი, ხა შეიძლება რაღაც მართლა სისულელე საჩვენია ეს ყველაფერი და შეიძლება ამ თემას საერთოდ არ უნდა შევხვებოდი, არ ვიცი. ყველას თავისი აზრი აქვს ყველაფერზე და ამის უფლება ყველას აქვს, რომ როგორც უნდა არა. ყველას აქვს უფლება, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს. არა იმიტომ რომ ვინმე ცოდვას ემხრობა და ეს დასაშვებია. ამიტომ არა. უბრალოდ მე ვლაპარაკობ წარსულზე. რატომ ასე გამრავლება ერის და რატომ არა სხვა კაცისგან და ქალისგან. უბრალოდ ეს კითხვა მებადება ყოველთვის მე. კარგით მეგობრებო. შვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოვალ საღამოს ღმერთის ნებით. ღმერთი ჩვენსკენ და უფლის ნებით და უფლის წყალობით ყველაფერი ყოველთვის უფლის ნებით ხდება. ამისი მე მჯერა, ამაში მე ყოველთვის ვარ დარწმუნებული, უბრალოდ ადამიანების ამჯერა. რაღაც თემებში ადამიანების ამჯერა, ღმერთის მჯერა. დროებით